კოლეგებო, ვიწყებთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომას. კვლავ ორი საკითხი გვაქვს დღის წესრიგით გათვალისწინებული. კანონ პროექტები მესამე მოსმენით განსახილველად. პირველი გახლავთ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პაკეტი გახლავთ და ამავდროულად საქართველოს მთავრობის ინიციატივა, მთავრობის სტრუქტურის და ასე შემდეგ კანონის თანამდებობ ცვლილებებთან ერთად. გთხოვთ რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი, ორივე მესამე მოსმენით განიხილება და გთხოვთ ბატონ ლევან მესამე მოსმენით წარმოუდგინოთ კომიტეტს ცვლილებები, რომელიც განხორციელდა პროექტებში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მესამე მოსმენი წარმოგიდგენთ საქართველოს კანონების პროექტებს. პირველი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მეორე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. პირველ კანონთან დაკავშირებით განხორციელდა მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილება. კი ბატონო, მუხლი პირველი კოლეგებო, ხომ არ გაქვთ რაიმე შენიშვნა მოსაზრებები, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად ცვლილება არ განხორციელებულა მუხლი პირველში, მუხლი მეორე ხომ არ არის შენიშვნები მოსაზრებები, ასეთი არ გახლავთ და მეორე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი. ხო, აქ საერთოდ ცვლილება არ განხორციელებულა. ცვლილება არ განხორციელებულა, კოლეგებო, შენიშვნები მოსაზრებები ხომ არ გაქვთ? ასეთი არ არის. მუხლი მეორე გარდამავალდებულებასთან დაკავშირებით ხომ არ არის შენიშვნები და მოსაზრებები? არ გახლავთ. მუხლი მესამე უცვლელი სახით არის წარმოდგენილი. შენიშვნები მოსაზრებები ასეთი არ არის. მადლობა ბატონ ლევან. მადლობა. ბატონ ვახტანგ, გთხოვთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებას თანამდებობ კანონ პროექტებთან ერთად. მადლობა, კოლეგებო, გთხოვთ რომ მანიშნოთ თუ გექნებათ შესაბამისად მოსაზრებები ცვლილებებთან დაკავშირებით. პირველი მუხლი არ შეცვლილა. მუხლი ორი არ შეცვლილა. კი ბატონო, შემდეგ კანონ პროექტი. თუ გვაქვს მუხლ პირველში ცვლილებები არ მოსაზრებები? არ გვაქვს ცვლილება. არა. მუხლ ორთან დაკავშირებით? მეორე მუხლიც იგივე. იგივე არის, კარგით. და ბოლო კანონ პროექტი გვაქვს. აქაც თუ არის შენიშვნები მოსაზრებები, ასეთი არ გახლავთ. მადლობა ბატონ ვახტანგ. მადლობა. კოლეგებო, გადავიდეთ კენჭისყრის პროცედურაზე. ვინ არის მომხრე მხარე დაუჭიროთ მესამე მოსმენით ბატონ ლევან მაჭავარიანის მიერ წარმოდგენილ ინიციატივას. ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, მადლობა და ბოლო საკითხი ბატონი ვახტანგის მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით, ვინ არის მომხრე? ერთხმად, დიდი მადლობა. ამით ჩვენი კომიტეტის ხდომა დასრულებულია.